შენ შეიძლება დააგენერირო 1 მილიონის შემოსავალი და მოგება კონდეს 5,000 და ბიზნესი ძალიან გაუნდობელია რა. ფიქრობ არ გაპატიებს არაფერს. დღეს ყველა შეუძლია რომ საქართველოში მილიონიანი ბიზნესი შექმნას? ყველას არ შეუძლია, მაგრამ მაგას თუ მიხვდება, მე ვფიქრობ, სავსებად შესაძლებელია მილიონიანი ბიზნესის გაკეთება. 23 წლის ვიყავი, რომ ჩავიბარა ეს კომპანია. თავიდან გაქვს რაღაც ისეთი, რომ აი ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერში ჩავერთვები. მე დავდიოდი საბაჟოზეც, ტვირთებს ვამბაჟებდი, მივდიოდი საზღვარგარეთ უკვეთავდი, ძალიან ისეთი გრაფიკი მქონდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, აი რუტინამ ძალიან მომკლა, ძალიან ფსიქოლოგიურად ჩემზე ცუდად იმოქმედა. რაღაცა მეგონა, რომ ბიზნესი არის თავისუფლება. თუმცა საერთოდ ეგრე არ არის რა. ტექნოლოგიურ ბიზნესში მომდევნო 5 წელიწადს როგორს ხედავ? AI ახსენე წეღან და მე ვფიქრობ ეგეთ რაღაცას, რომ ეხლა ვინც ჩაჯდება ამ გემში, AI-ის გემში და ვინც გამოიყენებს AI-ს თავისი ბიზნესისთვის, მე მგონი, როგორც თავის დროზე iPhone-მა გაისროლა 2007 წელს, მე ვფიქრობ იგივე ეფექტი ექნება AI-ს. აი ესეთი შემოსავალი 2023 წელს 44 მილიონამდე იყო და 2024 წელს შემცირდა 33 მილიონამდე. ეს ჩვენი გახსნილი მაღაზიები ბიზნესის კუთხით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგა. თუმცა ეს პერიოდიც გადავიარეთ, გეტყვი როგორც